გამარჯობა მეგობრებო, ეთერშია მარკეტერი. შეგიძლიათ მოგვიწონოთ, გამოგვიწეროთ, დაგვიკომენტაროთ და მოკლედ გვიყუროთ, ვისაც რეკლამები და სარეკლამო სამყარო გაინტერესებთ. მოგესალმებით, რომ დღეს არის ვალენტინობა და ყველას ვისაც გეზეიმებად გილოცავთ, ვისაც არ გეზეიმებად, ხვალ სინგლების დღე არის და ჩვენი დღევანდელი ჩელენჯიც სწორედ ამ დღესთან დაკავშირებით შევარჩიეთ. დღეს ჩვენს ჩელენჯში გაეჯიბრება ორი ბუმბერაზე ადამიანი და ბარემ მათაც წარმოგიდგენთ, აი ესე დახვდნენ, ესე ვალენტინურად. ჩემგან მარჯვნივ ზის ადამიანი, ვინც ამბობენ, რომ ჭიქაზე 10 ბულბულს ერთად ისვამს, გიორგი ავალიანი. ჰოლიპოტოსიდან და ჩემგან მარცხნივ ადამიანი, ვინც ტკბილი საუბრით, გველი ხვრელით მართლა ამოიყვანა, მიშკა სეხნიაშვილი აბეკადან. მეგობრებო, ვალენტინობის დღესთან დაკავშირებით თქვენ გაქვთ ახლა ესეთი დავალება. ზუსტად 10 წუთში, მთელი ამ გადაცემის განმავლობაში, თქვენ და მოიფიქროთ მაქსიმუმ 30 სიტყვიანი რადიო რეკლამა, რომელშიც ადამიანებს მოუწოდებთ, რომ თავის ქრაშებს, ანუ ცალმხრივად ვინც უყვართ იმ ადამიანებს, მისცენ აჩუქონ ყვავილები. აი ესეთი რეკლამა გაქვთ მოსაფიქრებელი, ანუ წარმოიდგინეთ მორიდებული ტიპი, ვისაც ამის გაჟღერებაც კიერიდება, რომ ვიღაცაზე არის დაქრაშული, იმას უნდა აიძულოთ, ასე ვთქვათ, რომ ყვავილები გაუგზავნოს თავის ქრაშს. 30 სიტყვაში. 30 სიტყვაში. საკმაოდ და 10 წუთში. კი ბატონო. ყველა დაფრენდოს. სასვენი ნიშნები არ ითვლება. სასვენი ნიშნები არის. არა, ძიმე, ყველა ძალიან კი, ვა. კარგი, challenge accepted. აბა, ახლა გისურვებთ წარმატებას, მე აქ გამოგკეტავთ და გადაცემის ბოლოს შემოგივლით. მოდი ესენი აქ გამოვკეტოთ. სანამ ესენი წერენ, ჩვენ ვნახოთ 1997 წელს გადაღებული რეკლამა, რომელიც გამზადდა სექსოპათოლოგიის ცენტრი ლიგასთვის და რომელმაც სხვათა შორის ლისაბონში ეროტიული რეკლამების ფესტივალზე პრიზის დაიმსახურა. ნახეთ რეკლამა და დააკვირდეთ, იქნებ ხმაც იცნოთ. ლიგა სექსოპათოლოგიის კლინიკა 32 21 21 მორჩა ვიდეო გამოდის ანდრო მოდი ვნახოთ უცხოური რეკლამა, რომელიც მოხდა ჩვენს რუბრიკაში არ გასამაზი რეკლამები, სადაც Adidas-ი მესიჯით Original is never finished გვეუბნება, რომ ნამდვილ ხარისხს დრო ვერაფერს აკლებს. მოდი ვნახოთ რეკლამა. I did what I had to do and saw it through without exemption. I planned each charted course, each careful step. Along the byway. And more. much more than this. I did it my way. yes there were times I'm sure you knew when I bit off more than I could chew but through it all when there was doubt I ate it up and spit it out I faced it all and I stood tall and did it my way. მოკლედ ახლა ორ სტუმარს ველოდებით. TBC-ის განახლებულ mobile bank-ზე უნდა ვისაუბროთ. ნახეთ ალბათ ყველამ ხო? გამარტივებული, ლამაზი დიაგრამებით, სადა დიზაინით და ასე შემდეგ. დიდი კამპანიაც გააკეთეს ამ ყველაფერზე, თავის ვიდეოთი და რთულმოკაზმული ნივთები და ასე შემდეგ. მოკლედ ამ ყველაფერზე უნდა ვისაუბროთ. TBC-დან მოვა ნინი ლაშკარაშვილი და Windforce-დან ნინო გორდელაძე. წავედით. Cyborg, Android, D-boy, decoy, water, wisdom, tightrope, vision, insight, stronghold,
hardness, ice cold, mystery, mastery, solar. Some will put a gum because they want to be sauce. Snatching up your life into the blink of an eye. And if you see your clone on the street walking by, keep it running for your life cause only one will survive. Boys in the streets and it's an eye for an eye. Run on for your life or you can dash, you can die. She's bringing up the sun up, she's the last time around. It's a stick up, bend up, pick up. I'm gonna lay myself to cover down right in your chops. Modern day example of a wolf first flock. Freedom necessary and it's by any means. Frozen they were selling all the kings and the queens. Sudanese and Congolese who put the roll in the rock. From here to Sudan, metropolis to Iraq. It's a minute to the dawn and yet the sun ain't back. It's a war on all the streets and yes the streets will dance. Angel, blossom, help, give, focus, trance, wake up. მაშ ასე მოდი დავიწყოთ საუბარი ამ ულამაზეს მობაილ ბანკზე, რომელიც TBC-მ შემოგთავაზა. ნინი პირველი კითხვა რა თქმა უნდა შენთან გვექნება. რატომ გადაწყვეტეთ, რომ მობაილ ბანკის განახლებისთვის კამპანია გაგეკეთებინათ და რა იყო ბრიფი, მთავარი ამოცანა, რაც ააგენდას უნდა შეესრულებინა? მომხმარებლებისთვის მობაილ ბანკი ყოველდღურად გამოყენებადი და საყვარელი აპლიკაციაა. გადავწყვიტეთ, რომ მისი ვიზუალური მხარე მთლიანად შეგვეცვალა და ამით ის უფრო მარტივად გამოსაყენებელი, თანამედროვე და მსუბუქი გაგვეხადა. რადგან აპლიკაციას ასეთი განახლება არასდროს არ ქონია, გადავწყვიტეთ, რომ ამ სიახლეზე ძალიან საინტერესოდ და მრავალმხრივად კამპანიის დახმარებით მოგვეყოლა. ბრიფი, რაც აგენტოს მივეცით, იყო, რომ ამ ციფრულ სიახლეზე არ გვინდა და გველაპარაკა რთულად და ტექნოლოგიურად. შესაბამისად, გადავწყვიტეთ, რომ ყურადღება გაგვემახვილებინა ყოველდღიურობაზე, ცხოვრების განმარტივებაზე და თანამედროვეობაზე. რასაც შემდეგ Windforce-მა ძალიან საინტერესოდ იმუშავა. შვენიერი აპლიკაცია არის. ნინო, და განმოვიდეთ ახლა ადამიანებთან და გუნდთან, ვინც ყველაფერი ეს განახორციელა. რა კონცეფცია მოუძებნეთ ამ ბრიფს და როგორ გადაწყვეტეთ ამოცანა? როგორც ნინი თქვა, ჩვენი მიზანი იყო, რომ შეიცვალა რაღაცა ფუნქციონალი, ვიზუალური მხარე და რაც თავარი რაღაც საინტერესო გზა უნდა გვეპოვა და გადავწყვეტა და პრინციპში კრეატიული გადაწყვეტაც ეს არის, რომ რაღაცა იმისათვის, რომ მომხმარებელს არ გამოპარვოდა არც ერთი დეტალი, გამოგვეყენებინა ყოველდღიური გამოყენების ნივთები და შეგვექმნა მობაილ ბანკით ინსპირირებული, შთაგონებული რაღაცა კოლექცია ნივთების. შეგვიძლია ვნახოთ კიდევაც, აი, ჩიქა, რომელსაც აქვს ანაბეჭდი და სკეიტბორდი. აქ რა ხდება? კამპანია ახლა რამდენიმე ეტაპად იყო, არის ჯერ კიდევ მიმდინარე კამპანია არის დაყოფილი. პირველი კლიპი ალბათ ყველამ ნახეთ. ვიდეო რგოლში რაღაცნაირად მოვიფიქრეთ პირობითი სივრცე, სადაც პარალელურად მზადდება ნივთები, ლოგოებით, სიმბოლოებით, რაღაცა მობაილ ბანკის ფერებით და თან იქნება მობაილ ბანკი. ნუ ესეთი სივრცე არსებობს ჩვენს წარმოსახვის ყოველ და ეს ნივთები ყველა არის ქართული ბრენდებთან ერთად კოლაბორაცია გაკეთდა. კი, მე უკვე შედგა კოლაბორაცია და რეალურად დამზადდა ეს ნივთები, რომელიც ახლა ხელში გიჭირავთ. შვენიერი. რამე გაგრძელებას ხომ უნდა ველოდოთ ამ კამპანიის? კი, კამპანია აქტიურად იშლება სხვადასხვა მედია არხში და ყველაფერი წინ არის ჯერ. ძალიან დიდი მადლობა ულამაზესი პროდუქტის შექმნისთვის, რა თქმა უნდა და ჩვენთან სტუმრობისთვის. თქვენ კი შეგახსენებთ, რომ ამ ვიდეოს კომენტარებში შემთხვევითი შერჩევით შევარჩევთ ერთ კომენტარს და მას გადავცემთ სწორედ ამ კამპანიის ფარგლებში დამზადებულ TBC-ის ჰუდის. ასე რომ აკომენტარეთ. გავარკვიოთ ვინ გაიმარჯვა ჩვენს ჩელენჯში. ამ იდეამ. ამან. აი ამან. და ჩვენი გამარჯვებულია იონა ხვედელიძე, რომელიც ჩვენგან მიიღებს აი ამ ულამაზეს მარშალის სტატუსასმენებს. მისი ვარიანტი იყო ხმენ, აი ესეთი ძველ ქართული სიტყვა, რომელთაც მან გადააკეთა Nike-ის Just Do It. ჩვენ ასევე გვყავს ორი ფავორიტი, ლუკა ცერცვადე და მიშკა ბასილაშვილი, რომლებიც პრიზად საჩუქრად მიიღებენ Harvard-ის Business Review-ს წიგნებს. ძალიან დიდი მადლობა ყველა თქვენგანს და ჩაერთვეთ ჩვენს მორიგ გათამაშებაში. 10 წუთიც გავიდა და ვნახოთ რა მოიფიქრეს და რა შექმნეს ჩვენმა სიტყვის კორიფეებმა. აბა მეგობრებო, როგორ არის საქმე? უკეთესად არ შეიძლება მე მგონი არის. ძალიან კარგი. ბედნიერი უნდა იყოს ამ შეხვედრის შემდეგ. ძალიან კარგი. სანამ მოვისმენთ თქვენს ნამუშევრებს, თქვენ გეტყვით, რომ რომელის ტექსტის და ნამუშევარის მოგეწონებათ, შეგიძლიათ კომენტარებში დაწეროთ. კარგი, დავიწყოთ. ავალა. თუ შენ პატარა შესავალს გავაკეთებ და ავალა დაიწყებ. კი ბატონო. ანუ ამ ყველაფერს სჭირდებოდა ბრენდი. ვიღაცამ ხომ უნდა უთხრას და შევქმნით ესეთი ბრენდი ყვავილების ქვეყანა. აჰა. თუ რამე მოუნდება ვინმე შეგვიძლია მივყიდოთ ბრენდინგი. ვისაუბროთ ნეიმინგი. ჩვენიერია, ესეთი ოფერიც გვაქვს. ზევიდან პრაგმატული ხალხი ვართ, იმიტომ რომ მართლა ბრიფი თავისი არის ხოლმე ამ ყველაფერში და ბრიფი და
პრინციპში იდეაში კონტექსტიც, იმიტომ რომ აი რადიო რეკლამა ვინ უსმენს, ეგ ხალხი და ეგ ხალხი მაგათ ყვავილებინა ვაყიდოთ, ანუ ალბათ ეგ არის და ამიტომ ვფიქრეთ, რომ მე ვფიქრეთ ცოტა ტრადიციული, ოდნავ ტრადიციული მიდგომა მაქვს, რაც საკმაოდ უცხოარი ხოლმე ჩემთვის, მაგრამ ამ საქმეს მე მგონი ეგ ჭირდება. ვიწყებ დავიწყო. აბა გისმენ. თუ შეიძლება პატარა ის გჭირდება. საქართველოში იბადებოდნენ და მე მუდამ წუხდნენ ამაზე, როგორ მიყვარდა ის ერთი გოგო, მაგრამ სიჩუმით შანსი გავმაზე. დროზე მოიღე ხმა და ჯიბიდან თუმანი. აჩუქე გულის წორს ჩვენი თაიგული და შანსი არ გამაზო. 5-5-5 42 69 88. იმედი ხო. ცირა პრაგმატული. კარგია. მაგრამ ჯერ სათხარ. ცრემლებში შევით მეგობრებო. მაშასე. მიშკა სეხნიაშვილი. მეც პატარა შესაძლოა გავაკეთო, რომ ტრადიციულზე რახან წავიდავალა, მე 90-იანების ტრადიციებზე ჩამოყალიბებულ ნოსტალგიაზე წავედი, დღეს რატომღაც ბედნიერად არის. პოპულარული არ ვიცი რატომ. ხო და ყველას გვახსოვს ეს სიმღერა და პატარა ისე რა. ყველა იმ ხალხს ვინც რადიოს უსმენს უყვარს. სტორიზე არ შეიძლება ხო გადაღება ჯერ. შეიძლება ცოტათი, კაი, სადوار. ხო, ის მინდა რა, პროსტა რიტმია. ქრას, შვენიერ ქრას, კლაუ ყვავილობა კლავს, შენ კი მალე უნდა გაბედო, სახეში ორქიდეა აფეთო. ყვავილების ქვეყანა. აჩუქე ყვავილი რომ მე მოწყვიტე. საკაიფო. აი, ერთი მეორეზე უკეთესი ტექსტები. რომელიც მოგეწონათ დააკომენტარეთ და ამათგან რომელიღაცა ტექსტი გამიმარჯვებს, უბრალოდ ჩემთვის ორივე გამარჯვებულები ხართ ბიჭებო. ამით ჩვენ ვასრულებთ. თქვენ კი აუცილებლად უნდა გითხრათ, რომ თქვენი ჩელენჯიც ზუსტად ეს არის, ანუ 30 სიტყვაში მაქსიმუმ უნდა ჩაატიოთ რადიო რეკლამის ტექსტი, რითიც ცალმხრივად შეყვარებულ ადამიანებს მოუწოდებთ, რომ ყვავილები გაუგზავნონ თავის კრაშებს, შეყვარებულებს. ამას თუ ყველაზე უკეთესად მოახერხებთ, თქვენ თავზე დაგატყდებათ ძალიან მაგარი პრიზი. აქვე აუცილებლად გახსოვდეთ, რომ ეს თქვენი ნამუშევრები უნდა დააკომენტაროთ მარკეტერის YouTube არხზე ამ ვიდეოს კომენტარებში. მოკლედ, შედიხართ მარკეტერის YouTube არხზე, პოულობთ ამ ვიდეოს და იქ კომენტარში წერთ თქვენს პასუხებს ამ დავალებაზე. მე კი ამით გემშვიდობებით, არ დაგავიწყდეთ რომ გამოგვიწეროთ, დაგვალაიქოთ, გვიყუროთ და გვიყვარდეთ. კარგად.